თუ კითხავდით, ვინ არის ყველაზე სექსუალური მამაკაცი მსოფლიოში, ან რას წარმოიდგენთ თავში, როცა ფიქრობთ ძველი ბერძენი მებრძოლების შესახებ, ღმერთის შთამომავლებს, მამაკაცურობის სრულყოფილ სახეს. ან თუ კითხავდით, რას წარმოიდგენთ, როცა ფიქრობთ ტროას ელენეზე, ყველა დროის ყველაზე ლამაზ ქალზე. ქალზე, რომლისთვისაც ყველა მამაკაცი იბრძოდა, რომ მისთვის მიეღწია. დამიჯერეთ, დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ის, რაც კაცებს წარმოუდგენიათ, მეგობრებო. ეს კაცი, რომელიც ადრე ქალი იყო, ნამდვილად არ არის ის. დიახ, ეს ხუმრობა არ არის კრისტოფერ ნოლანის ოდისეაში. როგორც ამბობენ, ეს ბიჭი, ელიოტ პეიჯი, ან როგორც ადრე იცნობდით, ელენ პეიჯი, იცით, ის გოგო ჯუნოდან. გახსოვთ ეს ფილმი? სადაც ის იყო ორსული თინეიჯერი, ან კოლბის აკადემიიდან, ან ამ ფილმებიდან რომელიმეში. ეს ორსული ქალი, ეხლა ის არის ადამიანი, რომელზეც ამბობენ, რომ ამ ახალ ფილმში აქილევსი უნდა ითამაშოს. და ღმერთო ბიჭებო, ეს მართლა ძალიან მაბრაზებს. გეტყვით რა მაბრაზებს, იმიტომ რომ უკვე მე ხო მათი მხრიდან იმის მითვისება, რაც ჩვენ ყველამ ვიცით, როგორც უბრალო სიმართლე. ის რომ ლამაზი, ძლიერი მამაკაცების განსაზღვრება არ არის ხუთფუტიანი ქალები, რომლებიც ახლა ამტკიცებენ, რომ მამაკაცები არიან, ანუ დამიძახეთ გიჟი, დამიძახეთ ტრანსგენდერი, ტრანსფობი, არ ვარ. უბრალოდ არ ვფიქრობ, რომ ეს არის განსაზღვრება. და რაც მთავარია, ან არა უფრო მთავარია, იგივე მნიშვნელობისაა, ასევე ვფიქრობ, რომ თუ გავიხსენებთ, როგორ გამოიყურებოდა ტროას ელენე, სილამაზის ეტალონი, მივხვდებით, რომ ესეც არ იყო ის. ეხლა ლუპიტა ნიანგო უბრალოდ საოცრად ლამაზია, კარგი? მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. მაგრამ ეს კასტინგი ეს არ არის ის. ეს უბრალოდ არ არის ის, მეგობრებო, ეს უბრალოდ არ არის ის. და მე უკვე მეხო ეს ყველაფერი, სხვათა შორის მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი, მე ვარ მეირა კეი, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ დააჭირეთ ამ ღილაკს, მაგრამ ასევე დააჭირეთ გამოწერის ღილაკს და შემოგვიერთდით მოძრაობაში, რომ ერთად დაუპირისპირდეთ სიგიჟეს. იმიტომ რომ მეგობრებო, უბრალოდ ფილმის ყურება მინდა. და ჩემთვის ვიფიქრო, რომ აი ასე გამოიყურებოდა ჰელენა ტროელი. და ასე გამოიყურებოდა აქილევსი. და ღმერთო, ეს მართლა მაღიზიანებს. როგორ შეგიძლია იფიქრო, რომ ეს ბიჭი იმავე დონეზეა, როგორც ეს კაცივით გოგო? ვინმე? არის ვინმე იქ? ვინმე უყურებს ამას და ფიქრობს, რომ ეს კარგი იდეაა? რომ შეგიძლია აიღო ბრედ პიტი, რომელიც მამაკაცურობის განსახიერებაა, რომელიც პირადად მე მიმზიდველად არ მიმაჩნია? ვიცი. ძალიან რა სიტყვაა? ალბათ ყველაზე დამავიწყდა ეს სიტყვა. ალბათ ყველაზე მეტად ღმერთო ჩემო, მართლა დამავიწყდა ეს სიტყვა. საკამათო. ალბათ ყველაზე საკამათო რამ, რაც ოდესმე მithქვამს. არ ფიქრობ, რომ ბრედ პიტი განსაკუთრებულად სიმპათიურია. მაგრამ მესმის, რატო შეიძლება ის უფრო მეტად იყოს მამაკაცურობის განსაზღვრება, ვიდრე ეს. Why? ნუ თუ მძიმე დროებამდე მივედით, მეგობრებო. გულისხმობ, ფიქრობ, რომ მთელი ინტერნეტი ცოტათი გაგიჟდა ამაზე. არის შანსი, რომ ამ პერსონაჟის გამო ოდისეიდან ამოიღო ნის, რადგან ამას აზრი არ აქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ, ასე მუშაობს ეს ყველაფერი, ქვეცნობიერი. ამას ვერაცნობიერებებ, ამაზე არ ფიქრობ. თითქოს, კარგი, ვის აინტერესებს ეს პერსონაჟი? ვის აინტერესებს? თუ ისეთ ადამიანს აიღონ, რომელიც ასე გამოიყურება, შედეგიც ასეთი იქნება. მაგრამ როცა ასწავლი ახალგაზრდა კაცებს ან ქალებს, რომლებიც აპირებენ კრისტოფერ ნოლანის ფილმის ყურებას, რადგან ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია, ისინი წავლენ ოდისეას სანახავად და მოისმენენ აქილევსის ლეგენდას, ამ ბიჭის, მებრძოლის, ბერძენი დამარცხებლის შესახებ. და მე ეუბნები, რომ სინამდვილეში ეს ქალი იყო, რომელიც ახლა კაცია, 5 ფუტის სიმაღლის, რომელიც ასე გამოიყურება. იცი რას უნერგავ იმ ადამიანს ქვეცნობიერად? რომ მასკულინურობა მკვდარია, რომ მასკულინურობის მწვერვალი სინამდვილეში დაბნეული ქალებია. ამას არანაირი აზრი არ აქვს არავისთვის. ანუ, თუ ვინმეს აპირებ არჩევას, მაინც მაღალი აირჩიე. თუ ქალს ირჩევ, რომელიც კაცად გადაიქცა, მაინც მაღალი აირჩიე. რადგან ყველამ ვიცით, რომ მასკულინური კაცები მაღალიები არიან. ხო ასეა, ანუ ბევრი დაბალი მასკულინური კაცია. ეს არ არის დაბალი კაცების შეურაცხყოფა. მაგრამ აქ თავარი ისაა, რომ 5-ფუტიანი ქალი მართლა უნდა იყოს ბერძენი მებრძოლი, გმირი, მითოლოგიური პერსონაჟი. ეს ცოტა დამღლელია და სავალალოა. რადგან კიდევ ერთხელ ეს ასწავლის იმ ადამიანებს, ვინც ამას უყურებს და არ აქვთ გონებრივი უნარი ან ცინიკური აზროვნება, რომ შეხედონ და თქვან, კარგი, ხო, ალბათ ეს ლოგიკურია. ეს არ არის ლოგიკური. შეგვიძლია უბრალოდ ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. უბრალოდ ყველაფერი ნორმალურად იყოს.
გამხარი ქალები უფრო ლამაზები არიან, ვიდრე ძალიან სუქნები. კარგი. ადამიანები, ვინც თავს არ უვლიან, ნაკლებად მიმზიდველები არიან, ვიდრე ისინი, ვინც საკუთარ თავს უვლის. მამაკაცები, რომლებიც მამაკაცურები არიან, უფრო მამაკაცურები არიან, ვიდრე ქალები, რომლებიც ცდილობენ მამაკაცები იყვნენ. გავგიჟდი. რამე ხო არ გამომრჩა. არ ვარ საქმის კურსში. რამე გამომრჩა აქ. ეს არასაც ისინი აკეთებენ. ცდილობენ და აწვევიან. და მე საკუთარ თავს ვეკითხებით. ვერ ვიგებ, რატომ არიან ახალგაზრდა მამაკაცები კრიზისში? რატომ არიან ისინი კრიზისში? იმიტომ რომ ისინი წავიდნენ ქრისტოფერ ნოლანის ფილმის სანახავად. და იმის ნაცვლად რომ უთხრან რომ არსებობს რაღაც რისკენაც შეუძლიათ ისწრაფონ, ეუბნებიან რომ ისიც კი წართმეულია მათთვის. თუ მათ სურთ რომ იყვნენ მამაკაცურობის უმაღლესი მაგალითი, ამას ვერ შეძლებენ, რადგან მხოლოდ გოგოს შეუძლია ეს, თუ მამაკაცად გადაიქცევა. ეს სულეგურია და გამაღიზიანებელი. და გულწრფელად რომ გითხრათ, მეგობრებო, ეს მართლა მაბრაზებს. ალბათ უკვე მიხვდით. როგორც არ უნდა იყოს, ვიმედოვნოთ, რომ საზოგადოებრივი ზეწოლა და აღშფოთება აიძულებს მათ, რომ ახალი კანდიდატი აირჩიონ. მაგრამ შეიძლება უკვე ჩავარდნენ იმ woke მენტალიტეტში, რომელიც ფიქრობს, რომ ესაა რაღაც კარგია. რა სამწუხაროა მათთვის. როგორც არ უნდა იყოს, მადლობა ყურადღებისთვის.